რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელი საქმეზე ამ წუთებში ახალგაზრდა იურისტები, ჟურნალისტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი უკვე თვეზე მეტია შიმშილობს. ამ დროისთვის ის კლინიკა ვივა მედში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორია მზია ამაღლობელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ხდება დღევანდელ შეხვედრაზე? ნინო გაზდელიანი ჩაგვერთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში. გისმენ ნინო. მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ამ მომენტშიც განმარტავენ მიმდინარე პრესკონფერენციის ფარგლებში თუ რატომ არის მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი და რატომ უნდა გათავისუფლდეს ის. ისინი საუბრობენ გარემოებებზე, რომელთაც მაგალითად იხელმძღვანელა მოსამართლემ, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა ისინი ამბობენ, რომ არანაირი საფუძველი და არანაირი გარემოება საკმარისი იმისათვის, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდებინათ. პატიმრობა არ არსებობდა, მათ შორის ერთ-ერთი გარემოება იყო, რომ თითქოს და მზია ამაღლობელი მოახდენდა მოწმეებს ზეწოლას, თუმცა როგორც ადვოკატმა განმარტა, ამჟამად უკვე ყველა მოწმე, ვინც კი ყავს ბრალდებას ამ საქმეში, უკვე არის გამოკითხული შესაბამისად არც ამის საფუძველი არსებობს და კიდევ ერთი, რაზეც ამბობენ, საქმეში მათ აქვთ უკვე ახალი გარემოებები, მათ შორის ეს არის ვიდეო ჩანაწერი, სადაც უწყვეტად ჩანს თუ როგორ ვითარდებოდა იმ მომენტში მოქმედებები და ახალ გარემოებებთან ერთად ხვალ უკვე ადვოკატები მიმართავენ სასამართლოს იმისათვის, რომ შუამდგომლობით იმისათვის, რომ შეიცვალოს საერთოდ უკან არათუ ზოგადად შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სხვა აღკვეთის ღონისძიების ფორმით, არამედ საერთოდ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი ამ უკანონო პატიმრობიდან. ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატები წარმოადგენს შუამდგომლობას მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო, მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, ყველაზე მკაცრი ფორმა პატიმრობა. ეს საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს ამ საქმეზე. სასამართლომ დაუშვას დაცვის ხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალდიან წარმოადგენს სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება, ხაზს უსმევ ამ სიტყვას და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე. მეორე, შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი ამავე საქმეში. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მის დამიდაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და მეორე 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის აქციაზე ციალა ქათამიძის ასევე უკანონო დაკავების გამო. მზია ამაღლობელი უკვე 32 დღეა შიმშილობს და ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა კლინიკა ვივა მედის დირექტორმა, როგორც მან განმარტა, მზია ამაღლობელს უკვე აღენიშნება ყველა ის სიმპტომი, რომელიც დამახასიათებელი არის ამდენ დღიანი შიმშილობის ფონზე. ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი არის ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესი და ყოველი დღე გაგრძელებული შიმშილობის ეს არის დაკავშირებული რეალურ გართულ შესაბამის გართულებასთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის უკვე ცილების წვა და რესურსების, შინაგანი რესურსების გამოყენება. ყოველი დღე შემდგომი, განსაკუთრებით 30 დღის შემდგომ, ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულების. რეკომენდაცია არის, რომ იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ კლინიკის პირობებში, იმიტომ რომ ყოველდღიური მოსალოდნელი გართულება, რა თქმა უნდა, მეტად უფრო ადვილი სამართავი იქნება კლინიკის პირობებში.